უღალაშია თავისუფალი გარემო. პოლიტმეტრში დავით დვალი, რუსთაველის დამფუძნებელი, საღამოშიდობისა ბატონ დავით. დიდი მადლობა რომ მოვბრძანდით, ჩვენ არაერთხელ გთხოვეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ ინტერვიუ და ყოველთვის თავს იკავებდით. დღეს გადაწყვიტეთ ამ თემაზე ღიად საუბარი. ეს რას უკავშირდება პრეზიდენტის აი ამ ბოლო გამოსვლას თუ ისეც აპირებთ? მოდით ასე ვთქვათ, რაღაცა გარკვეული ეტაპი თავს ვიკავებდით, ასე ვთქვათ, საჯარო გამოსვლებისგან და ინფორმაციის გასაჯაროებისგან. უფრო გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს უკვე იმ სტადიაშია გამოძიება მისული, რომ ჩვენ პრინციპში შეგვიძლია უკვე ღიად ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ უნიშნულოვანი ჩვენებები უკვე შეგროვებულია, დადებულია და ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ბევრ რაღაცაზე ვილაპარაკოთ. თუმცა არის რაღაცა გარკვეული საკითხები, რომელიც კვლავ ჯობია, რომ გამოძიების ინტერესებიდან ისევ გამომდინარე, ჯერჯერობით კონფიდენციალურად. როგორც ჩანს პრეზიდენტმა იცის, რომ წინ წავიდა გამოძიება. როგორც ჩანს, კაი სწორი ინფორმაცია აქვს. რაც შეგიძლიათ რომ თქვათ ბუნებრივია გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, რა ეტაპზეა გამოძიება? თქვენ იბრძვით რუსთაველის დასაბრუნებლად, თქვენ და ჯარჯი აქიმიც. დიახ, ჩვენ ვიბრძვით დასაბრუნებლად, ჩვენ 2012 წლის დეკემბერში შევიტანეთ პროკურატურაში, თავარ პროკურატურაში სარჩელი ამ თემაზე. მოდით დავაზუსტებთ, ჩვენ არ ვითხოვთ ანგარიშწორებას, ჩვენ არ ვითხოვთ რამე სამაგიეროს გადახდას, უბრალოდ სამართლიანობის აღდგენას. ეს ის პროცესია, რომელიც წავიდა პრინციპში ქვეყანაში ძალიან ბევრი მიმართულებით, თქვენს გეცოდინებათ ალბათ უამრავი ესეთი საჩივარია მსგავსი შესული, თუმცა ეს ერთ-ერთი გახმაურებული საქმეა და ალბათ რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობის სხვა ესეთივე მნიშვნელოვან საქმეებთან ერთად. გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად წავიდა. დაკითხულია ძალიან ბევრი ადამიანი, თუმცა ბოლომდე არ არის მისული, ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, რომ იყო რაღაც გარკვეული პერიოდის შეფერხება, ცოტა გვანერვიულ ამანვართ აი რომ გითხრათ, თუმცა ეს ბოლო რამდენიმე კვირა ისევ აღდგა დაკითხვების და ჩვენებების ჩამართვების პროცესი და შეფერხება მეჭი შეგეპარა თქვენ რომ ამ შეფერხებით რომ რაღაც პოლიტიკური ნება აღარ იყო ამ თემის გადაწყვეტის. ესე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ სანამ ჩვენ რამე შეეჭუ შეგეპარებოდა, პრინციპში ყველაფერი ისევ აღდგა, თუმცა რაც ვიცი რომ იყო იქ გარკვეული ნამდვილად ტექნიკური პრობლემები, იმიტომ რომ შეიცვალა გამომძიებელი, იმიტომ რომ ჩვენი გამომძიებელი დააწინაურეს, ის სანამ საქმეს გაეცნობოდა მე რაღაც ასეთი შეფერხებები. მაგრამ საქმის უფრო დიდი ნაწილი უკვე დევს თქვენი აზრით, აი რასაც უყურებთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ შემთხვევაში ის ხალხი თუ საქმეს გამოძიებას დარჩა დასაკითხი, ჩემს აზრით ის ხალხი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამის დარტყმაში, რუსთაველის დარტყმაში. აი ეს ყოფილი ჩინოვნიკები, ნაციონალური მოძრაობის და ხელისუფლების წარმომადგენელი იმ პერიოდის აი ეს ხალხი ჯერჯერობით დაუკითხავია და არის კიდე დაუკითხავი ქიბერხალვაში, რომელიც ტექნიკურად ვერ იმყოფება საქართველოში, რაღაცა სამართლებრივი პრობლემები აქვს მის სტატუსს აკყოფნის და მხოლოდ ამის გამო არ არის ჯერჯერობით. ციგ დასაკითხები არიან მაშინდელი მაღალჩინოსნები. დიახ. ეროსი კიცმარიშვილი დაიკითხა. ეროსი კიცმარიშვილი დაიკითხა რამდენიც. და თქვენ გამოძიება გზადაგზად საქმის კურსში გაყენებთ, ასეთია პროცედურა. არა, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ბოლომდე, ანუ რა ჩვენებები მისცეს, როგორ მისცეს, უფრო იმითი ვიცით, რომ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს უფლება, რომ გამოძიებელს შევეხმიანოთ, გავიგოთ ხოლმე, მაგრამ თუმცა ხა ჩვენებები ჩვენ არავისი არ გვინახია. ვიცით იმ ხალხის მონაყოლი, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა და აქედან გამომდინარე რაღაცა მეტნაკლებად სურათი ჩანს ჩვენთვის. ბატონ დავით, აი ამ პროცესში ქიბერხალვაში ბიზნესმენი, რომელთანაც თქვენ აღმოჩნდა, მაშინ მეორე მხარეს ქიბერხალვაში თქვენ ერთ მხარეს ეროსი კიცმარიშვილი იყო კიდევ აი ამ ყველაფრის მონაწილე ერთ-ერთი თავი მინდა ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გითხოთ თქვენ რომ ამ ეთერშიც თქვათ, მაგრამ ქიბერხალვაში ამ შემთხვევაში თქვენი თანამოაზრეა ამ წუთში, იმიტომ რომ მასაც იგივე ინტერესი აქვს რუსთაველის დაბრუნების. აი თქვენი ინტერესები იკვეთება ამ შემთხვევაში. მოდი ცოტა ასეთ რთულად არის მან საქმე. მოდი ასე ვთქვათ, ქიბერხალვაშიც ჩივის იგივე თემაზე და თulis რომ მასაც უსამართლოდ წაართვეს. დიახ. რუსთავი რაში ვეთანხმები აბსოლუტურად. ეს ჩამორთმევა და ფორმა როგორც მაშინ მოხდა ქიბერხალვაშიც ჩამორთმევა, რა თქმა უნდა, ისეთივე მეთოდებით იყო, როგორც განხორციელდა ჩვენს მიმართ. უბრალოდ ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, მგონია რომ ქიბარი ცოტა შემდეგი სტადიიდან იწყებს, ასე ვთქვათ, გამოძიებას, პრობლემის არსის დასმას და რეალურად ყველაფერი დაიწყო ცოტა უფრო ადრე. ანუ მაშინ, როცა ჩვენ, რომლებიც ვიყავით 10 წელი ამ ტელეკომპანიის მფლობელები, რომელიც ნოვლიდან შევქმნით ეს ტელეკომპანია, აღმოჩნდით მდგომარეობაში, რომელიც იძულებული ვიყავით დაგვეთმოწილი და
ქიბარი ამ შემთხვევაში იყო ერთ-ერთი პირველი რგოლი იმ ჯაჭვის კარუსელის, რომელიც ხელნახელში გადადიოდა მე რუსთავიორი. მე უბრალოდ მინდა თქვა, რომ ძალიან იმედი მაქვს, უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია ქიბარს ესმის და იმედი მაქვს, რომ პრეტენზიები ქიბარის არ იკვეთება ჩვენ პრეტენზიებს, იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში მე გულისხმობ მე და ჯარჯი აქიმიძეს, ანუ ჩვენ კუთვნილ 30-30%, 60% და მგონია რომ ისი პრეტენზიები ჩვენსაც არ იკვეთება და დანარჩენ ნაწილზე უფრო არის, ასე ვთქვათ, ლაპარაკი და არა იმაზე, რაც ვთქვათ ჩვენ ჩამოგვერთო მაშინ. ანუ დავით, გონიათ თუ ამაზე საუბრებიც იყო, იმიტომ რომ 100%-დან 60% თუ თქვენ გეკუთვნით, ასე ფიქრობთ, მაშინ 30 ეს შეიძლება შეთანხმების საგნად იქცეს, მოითხოვს დავსატყდო. შეთანხმების საგნად რა? რომ 100% თუ კი სასამართლო გადაწყვეტს და გამოძიები დადასტურდება, რომ თქვენი უფლებებით შეილახა როგორც მე პატრონების ამ პროცესში, ხალვაშის უფლებებით შეილახა ამ პროცესში, შეიძლება რომ ორი უფლება შელახული მხარე შეთანხმდეს და დარჩეს რუსთავის მე პატრონეება. რა თქმა უნდა, მან მე ვერ ხედავ წინააღმდეგობას, მე უბრალოდ იმის გვამინდა, რომ ჩვენი სარჩელი კონკრეტული ეხება მხოლოდ ამ 60%-ს. ანუ დანარჩენი ჩვენი კომპეტენციიდან გადის, მე ვერ ვიჩიულებ იმ დანარჩენზე სიტყვაზე, ხო? ისი ფლობელიც ეროსი კიძმარიშვილი იყო, მე ქიბარი იყო და ასე შემდეგ. ეს ის საკითხია, რომელსაც მე არ ვწყვეტ, რომელზეც ჩემი სურვილები შეიძლება მაქვს, სასურველი პარტნიორი ვინ იქნება, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ეს სამართლებრივი საკითხია და ეს საბოლოო ჯამში უნდა გამოძიება და სასამართლომ დაადგინოს, ვის ეკუთვნის ის დარჩენილი წილი. 40%. დარჩენილი 40%-ზე იგი ჯარჯი აქიმიძეს და თუ დვალს პრეტენზია აქვს 60%. 60% მხოლოდ ეხლა ჩვენი იყო მხოლოდ იმას. და თუ შეიძლება რომ გითხოთ რაც შეიძლება რომ აქ თქვა და არ შეუშლის ხელოვნებრივ გამოძიებას, როგორ მოხდა თქვა, რა ტიპის ზეწოლით ამ თქვენი წილების წართმევა? ზეწოლა იყო ყველა ფორმა გამოყენებული, პრინციპში რაც იმ დროს იყო, ნახა წამების გარდა რა თქმა უნდა, იმ ეტაპზე რაც იყო, დაიწყო იმით, რომ ასე ვთქვათ, ძილობიანი შეხვედრით და უბრალოდ სურვილის დაფიქსირებით, რომ მათ ჭირდებათ რუსთავიორი რუსთავიორმა ეს ალაპარაკი ჩვენ პირველი შეხვედრა ქონდა ვანო მერავიშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან მიმოიხილეს ასე თქვა რომ რამდენად დიდი როლი შეასრულა რუსთავიორმა ვარდების რევოლუციის პერიოდში და საერთოდ როგორი მნიშვნელოვანია მასმედიის როლი ქვეყნის ასე თქვა განვითარებაში რო აქვთ ძალიან დიდი გეგმები და ამიტომ მათ ჭირდებათ რუსთავიორი და რუსთავიორი ფაქტურად ჩვენ ორს გვითხრეს ჩვენ უნდა ვიყავით შეხვედრაზე რომ თქვენი წილი უნდა მოგწეთ. ნუ პირველ შეხვედრაზე რა თქმა უნდა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო, მიიღეს ცივი უარი და დავიშალეთ. ამის მერე დაიწყო ეტაპობრივი მოძრაობა, ასე ვთქვათ, გამკაცრება სიტუაციის და დამძიმება. არ არ მოყვები იმ ელემენტარულ თვალთვალს, დევნას, მოსმენას, რაღაც კორტეჟებით, ესკორტებით მოძრაობა, სულ თანხლებით დავყვებოდა მანქანები, რაც შავფორმიანი ხალხი ჩაცმული და ასე შემდეგ. მაგან არ გაჭრა. ეგეთი მარტივი მეთოდებით, ასე ვთქვათ, არ დავშინდით. შემდეგ გადავიდეთ უფრო მნიშვნელოვან ვერკეთზე, ეკონომიკურზე, პატარა განავრცობ ცოტა ამ თემას, იმიტომ რომ გასაგები იყოს უფრო რასთან გვაქვს საქმე. ერთჩვენიერ დღეს, ანუ მოდით ასე ვთქვათ, ეს ქრონოლოგიურად რა განვიხილოთ, ეგ მოხდა, დაიწყო ყველაფერი 2004 წლის მაისში, უკვე ივნისის დასაწყისში, სადღაც 10 თუ 11 რიცხვში ჩვენ სულიად შემთხვევით ტელევიზიით ვიგებთ, რომ რუსთავი-2 გაკოტრდა, შეტანილია სასამართლოში გაკოტრებაზე საქმე. ეს ტელევიზორთანაც არ ვიყავით მაშინ, კარგად მახსოვს და ამერიკა ჩემო ახლობელმა რომ ეხა უყურებ ეროსის გამოსვლას ტელევიზორში, რომელიც გაკოტრება გამოაცხადავა. ანუ მოხდა რა, დაინიშნა გაკოტრების მართველი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არანაირი უფლება იურიდიული აღარ გვქონდა, ანუ ვეღარც დირექტორს მოხსნი, ვეღარც განკარგა, ვერაფერს ვერ გააკეთებ რუსთავიორთან დაკავშირებით. გასაგებია. ეროსკიცმარიშვილს ჰქონდა ამის გაკეთების უფლება. როგორც მოქმედ დირექტორს, დიახ, ბოლო 2 წელი ეროსკიცმარიშვილი დირექტორი იყო რუსთავი. ისე რომ არ შეგითანხმოთ თქვენ დამფუძნებლად. ხო, არ შეგვითანხმა. თქვენ მაშინ უკვე მასთან ჰქონდათ პიროვნულად დაძაბული ურთიერთობა? ჰქონდა, დიახ. ჩვენ ჰქონდა ხედვა განსხვავებული ალბათ, როგორი უნდა ყოფილიყო ტელევიზია, ეს რევოლუციის შემდეგ თავიდან თითქოს ერთად ვიფიქრეთ და ერთად გადავწყვიტეთ, რომ გარდავქმნათ
და თქვათ ინფორმატამდე მივიყვანოთ ტელევიზია რომ ეს იყოს მართლა მიუგერძობელი და მოუკიდებელი და ის მხარი აღარ იყოს როგორც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში რევოლუციამდელ პერიოდში მოხდა და ფაქტიურად ებსიტუნებლიეთ რუსთაველი ჩაცურდა და მაინც ძალი მხარე გახდა ანუ მთავრობასთან დაპირისპირებული პოლიტიკური მხარე და ამის თავიდან ასაცილებლად რაღაც გეგმები დავსახეთ თუმცა მე ჩვენი ხედვები მეტნაკლებად კი არა საკმაოდ გაიყო და ურთიერთობას გაფუჭდა შესაბამისად და რომ განვაგრძოთ შემდეგ წილის დათმობა დიახ ანუ გაკოტრების შემდეგ აი პატარა იმას მოვყვები ნიუანს რეალურად რა ხდება ანუ ერთი რომ თქვა რუსთავი 2-თან დაკავშირებით რუსთავი 2-ზე ჩვენ კონტროლი დავკარგეთ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვა უნდა დავთმო და რაღაც ანუ ეგეც არ იყო ის ეტაპი როცა მინდასკვნამდე მივედით რომ სხვა გზა აღარ არის და გამოსავალი აღარ აქვს. იყო ერთი ნიუანსი. ხო, გაკოტრებას რაც შეეხება, მოდით ამაზეც ვიტყვი, მე მაქვს ოფიციალური ამონაწერი საგადასახადოდან რუსთავი 2-ის ვალებთან დაკავშირებით და დავალიანება რუსთავი 2-ის 900,000 მილიონამდე. არა, 900,000 ლარს შეადგენდა ცოტა მეტს. 900,000 ლარს. გაკოტრების ქაღალდებში მითითებული იყო 9 მილიონი ლარი. ცოტა ხნის შემდეგ. ანუ იმის თქვა მინდა რომ ესეც ხელოვნურად გაბერილი იყო და არაფერი გაკოტრების პრინციპში პრობლემა რუსთავი 2-სთან აქტუალური ეს თემა არ იყო. გაკოტრება საბოლოო ჯამში იმისთვის მოხდა, რომ ბერკეტები გამოეყენებინა ჩვენ წინააღმდეგ. დავაზუსტეთ რა ბერკეტებზეა ლაპარაკი. რუსთავებს ჰქონდა ერთი საკმაოდ ისეთი სერიოზული კრედიტი მოგვცა ეგრეთ წოდებულმა MDLF ფონდმა, Media Development Foundation, რომელიც უცხოური ორგანიზაციაა და სპეციალურად მედიისთვის გათვალისწინებული აქვს, ძალიან გრძელვადიანი და დავალპროცენტიანი კრედიტები, რომ რაღაცა პროექტების განსახორციელება და იმათ. ეს კრედიტი აბსოლუტურად არ წარმოადგენდა პრობლემას ზუსტად იმის გამო, რომ იყო გრძელვადიანი, არ წარმოადგენდა რუსთავის ფარავდა ჩვეულებრივი რიტმით და ტემპით ამ კრედიტს. ამ კრედიტის მთავარი პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში, რომ კრედიტის მოცემისას მათ მოითხოვეს გარანტიები. ეხლა თუ გაგახსენებთ, რომ ჩვენ ანუ ფლობელები ვიყავით არა მარტო რუსთავი 2-ის, რომელიც ჩვენ შევქმნით, აგრეთვე ჯორჯი ონლაინის, რომელიც ასევე ჩვენ ვიყავით ფლობელები და ისიც ძალიან ისეთი რა ქვია ფაქტიურად იმ ეტაპისთვის ნომერ პირველი პროვაიდერი იყო ინტერნეტ სისტემაში. კიდევ მედია ჰოლდინგი ხო 24 საათით შედიოდა 24 საათით შედიოდა ხო თუმცა ის იურიდიულად არ ხდებოდა ეგ ანუ მაინც იურიდიულად საკეთილი იყო. აი წერტილი სად დაესვა აი ხო აი ამის თქვა მინდა რომ მოითხოვეს ჯორჯი ონლაინის გარანტია. ანუ ფაქტიურად იმ კრედიტის უზრუნველყოფაში ჯორჯი ონლაინის ქონება ჩავდეთ და ჩავდეთ ასევე ჩემი და ჯარჯის პირადი ქონება. ჩვენი სახლები პირდაპირ ვთქვათ. ანუ კრედიტი უზრუნველყოფილი ამით. ეხლა სიტუაცია როგორი შეიქმნა? იმის გამოცხადების შემდეგ გაკოტრების მოდის ანუ შეტყობინება გაიგზავნა მაშინ რა ქვია ამ ფონდში კრედიტის გამცემში რომელიდანაც მოვიდა დეფოლტის წერილი რომელიც მოითხოვა დღესვე დამყისიერად დაიფაროს მთელი კრედიტი რადგანაც ესეთი პერეტრუბაციები მოხდა რუსთავი 2-ში და ეს ნიშნავდა იმას რომ ეს თანხა უნდა გადაეხადა ჯორჯი ონლაინს და თუ ვერ გადაიხდიდა ჯორჯი ონლაინი და ჩვენი ბინებიც მათ შორის ჩვენი პირადი საკუთრებაც გადადიოდა ფონდის ხელში. რეალურად აგვიყენეს საკითხი ძალიან მარტივად რომ ან თქვენ დათმობთ რუსთავი 2-ს პირდაპირ ესეთი სიტყვებით ან დათმობთ რუსთავი 2-ს და შეგეშვებით ან თქვენ კარგავთ ყველაფერს. დიდი ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ ციტირებ საცვლებით დაგტოვებთ. ამას გეუბნებოდა თუ იმ ბატონ დავით. აი ის ხალხი ვიზეც ვლაპარაკობ, მე უბრალოდ არ მინდა დანარჩენები დავასახელო, არის ხალხი ვინც უშუალოდ ხვდებოდა და არის პერიოდები, როცა შუამავალი მონაწილეობდა და მოქონდა ინფორმაცია და მიქონდა, მაგრამ ჯამში ვის დაგისახელეთ იმათზეა ლაპარაკი. მოკლედ თქვენ ბოლოს დათმეთ. სხვა გზა არ იყო. უბრალოდ არჩევანი არ იყო. აი არჩევანი იყო, თან წარმოვიდგინეთ რა სიტუაცია ეს არის 2004 წელი, აჭარის რევოლუცია ახალი მომხდარია, ხალხი ბედნიერი გონიათ რომ ქვეყანა შენდება, ამ დროს გამოხვიდე და ილაპარაკო იმაზე რომ თურმე ეს ახალი ხელისუფლება ესეთი მეთოდებით ცდილობს რაღაცა მიითვისოს და წაგართვას, არანაირი აზრი არ ქონდა ამას, არა უპერსპექტივო საქმე იყო იმ პერიოდში და ეს აი თქვენ დღეს ძალიან კატეგორიულად წერთ თქვენ და ბატონ ჯარჯი თქვენს წერილში რომ
აი ამიტაცებული და პროპაგანდისტული არაღით როგორ გადაიქცა ეს ტელევიზია, რომელიც თქვენი იყო. პრინციპში მე თქვენზე ბატონ დავით დვალზე მსმენია უკიდურესად პოზიტიური თემები, ეს მითიური დავით დვალი, რომელიც იტრიალებდა რუსთაველის შიგნით და ქმნიდა მთელ ჟურნალისტურ პროდუქტს, რომელიც იქნებოდა. ეს ჩემი კოლეგებისგან გამიგია. მათი ნაწილი, მათ ვიცი რომ თქვენ მათთვის ხარ ძალიან დიდი ავტორიტეტი აი ამ სფეროში. მათი ნაწილი დღესაც იქ მუშაობს. თქვენ მათ ეუბნებით რომ 9 წლის განმავლობაში ისინი ემსახურებოდნენ ძალიან მძიმე თემებს. მოდით ასე ვთქვათ, ის რაც მოხდა ჩემთვის იყო ყველაზე მტკივნეული არა მარტო იმიტომ რომ ეს უსამართლობის განცდა ის რომ ის მთელი ცხოვრების აზრი იყო მოდით რა პირდაპირ თქვათ იმ პერიოდის იქ ცხოვრობდით იქ ვაკეთებდით მუშაობდით ვიძინებდით ჩვენთვის ეს იყო ყველაფერი არაფერი არ ქონდა მაგის გარდა ანუ ბედნიერები ვიყავით იმით რასაც ვაკეთებდით და ჩვენი არ დღეს დავრჩით გარეთ მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ ეს მარტო ჩვენი და შეიძლება ჩვენი დამსახურებაც ისე არ არის. აი ეს ხალხი ვინც იძახის რომ დვალი ძალიან მაგარი იყო, მე მინდა თქვა რომ ეგენი ეს ხალხი რო არ ყოფილიყო, არაფერი ალბათ არ გამოვიდოდა. ეს ყველა მთელი კოლექტივი ყავთ ერთი გუნდი, ერთი მომართული იდეებით, შემართებით, ასე შემდეგ. რანაწილმა შეძლო პრინციპულობის აი ახლა მაგის თქვა მინდა მე რომ მე ყველაზე ძალიან ჩვენ თავს ვადანაშაულებ იმაში რომ ამ ხალხს ვერ მოუფრთხილდით და დავაყენეთ ძალიან ძიმე არჩევანის წინაშე. ნინო, აი საქმე რაშია რომ მანამდე როგორ იყო სიტუაცია რომ ძალიან თამამი ჟურნალისტები ყავდა, იმიტომ რომ ვათამამებდით, იმიტომ რომ ვაძლევდით ყველაფრის უფლებას, რომლებმაც იცოდნენ. ნებისმიერი პრობლემა თუ რამე შეექმნებოდათ, იმ პრობლემას ჩვენ ვიღებდით ჩვენ თავზე. ჩვენ ვიდექით მე მათ ზურგს უკან და ჩვენ ვიღებდით დარტყმებს და არა ისინი. უცებ აღმოჩნდა რეალობა, როცა ეს ხალხი პირისპირ არის თავის ბედთან და არჩევანი აქვს ძიმე გასაკეთებელი. ზოგმა არჩია წასულიყო ჟურნალისტიკიდან, ზოგი სხვა არხზე წავიდა, ზოგი დარჩა. მე ძალიან მიმძივს იმის თქმა, რომ ამ ყველა სამად უმძიმესი არჩევანის გაკეთება. ვინც დარჩა, ვინც წავიდა, სულ ერთია. უმძიმესი არჩევანის გაკეთება მოუწია. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს იმათი ბრალი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აი ჩვენ ნიკა გვარამიანკოს ხაზზე, სატელეფონო ხაზზე ის გვირეკავს რუსთაველის გენერალური დირექტორი ბატონ ნიკა საღამოშიდობისა. ადევნებ ჩვენს გადაცემას თვალს როგორც გავიგე, გისმენთ. თქვენი ასე ვთქვათ, პონის შესაბამისად რომ გადაცემაში ყოფილიყო რუსთაველის პოზიცია წარმოდგენილი. და გადაცემამდე თქვენ უარი მითხარით, თუმცა როგორც ჩანს, მაინც გადაწყვეტეთ რომ მონაწილეობა მიიღოთ და დიახ, მე მადლობა ამისთვის და გისმენთ უნებრივად. გამომდინარე იქიდან რომ თუ გსურთ მოისმინოთ დღევანდელი მესაკუთრეების აზრი, მე ამ აზრს ვერ გამოვხატავ, უბრალოდ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატა იმის მიმართ, რაც დიახ, ბრძანეთ. ხო, პირველ რიგში მოგესალმებით ბატონ დვალთან და ბატონ აქიმიძესთან მე მათ არცერთ არ ვიცნობ და ნუ ყოველ შემთხვევაში არაფერი ცუდი მაგზე არ მსმენია. ამიტომ გამოვხატავ ჩემს ასე ვთქვათ პატივისცემას მათ მიმართ, ეს მათი საქმეა, როგორ გადაწყვეტენ იმოქმედონ სამართლებრივად. თუმცა მე ბუნებრივია რამდენიმე კომენტარი მინდა აუცილებლად გავაკეთო, იმიტომ რომ საუბარი მიმდინარეობს იმარხზე, სადაც მე გენერალური დირექტორი ვარ. პირველ რიგში რაც შეეხება პოლიტიკური ბრძოლის იარაღს, მე ნამდვილად არ ვაპირებ იმის რევიზიას, რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც დღეს ხდება არხზე და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რუსთავიორი დღეს ალბათ ყველაზე უფრო თავისუფალი არხია. მე მგონი მისი პროდუქციაც ამაზე ცხადყოფს ამის თაობაზე უკაცრავად ახლა სხვა არხზე ვაკეთებ ამ განცხადებას, მაგრამ ჩემი არხის სახელით ვაკეთებ ამ განცხადებას და ამას გარდა ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები გვაძლევს იმის ჩვენი ფინანსური ასე ვთქვათ მდგომარეობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სულიად დამოუკიდებლივიყოთ მათ შორის ჩვენი დამფუძნებლებისგან. ბატონ დვალს უბრალოდ მაინც შევახსენებდი, რომ ის პერიოდი, რომელზეც მიმდინარეობს საუბარი და როდესაც რუსთავიორი გახდა მხარე, როგორც მან შეაფასა და ალბათ მეც დავეთანხმებოდი ამაში, სწორედ მისი მფლობელობის დროს განხორციელდა ეს მაინც ისე შეხსენებისთვის. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებებს, მიმდინარე გამოძიებები არის ძალიან უკაცრავად რო ჩაგეკითხოთ, ესე იგი, მაშინ იყო მხარე რუსთავიორი და ეხლა არ არის მხარე რუსთავიორი. თქვენ ამას თქვა გნებავთ. ბატონ დვალის შეფასება რომ მხარე თქვენი შეფასება მაინტერესებს. მან თქვა რომ კი, მაშინ სამწუხაროდ ჩვენ გავხდით მხარე კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. თქვენ ბრძანებთ დღეს რომ რუსთავიორი არ არის მხარე. მე ვფიქრობ რომ რუსთავიორმა როგორც ტელევიზიამ გარკვეული
პერიოდის განმავლობაში დაკარგა ის საჭირო დისტანცია, რომელიც ნებისმიერ ტელეარხს უნდა ეკავოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და კონკრეტულად პერსონალურად პოლიტიკოსებთან მიმართებით. ეს არ არის კარგი ჩემის აზრით და ამ დროს ძალიან რთულია ბალანსის შენარჩუნება. ეს ჩემი კონკრეტული შეფასებაა. დღეს მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ყოველდღიურად ამ პრობლემის მინიმიზაცია მიმდინარეობს. თუმცა ზოგადად ეს პრობლემა ქართულ ტელესიტყვაში არსებობს, არა მხოლოდ რუსთავიორს ეხება ალბათ. ბატონიკა, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ასეთი ის შეიძლება მიმდინარე დავებთან დაკავშირებით. მიმდინარე დავები აქვს არა მხოლოდ ბატონ დვალს და აქიმიძეს, უბრალოდ განცხადებები. მიმდინარე განცხადება აქვს ქიბარ ხალვაში და ეხლა ცოტა კომიკურია იმის განცხადება, რომ ბატონ დვალის და აქიმიძის 60%-ში სწორედ ქიბარ ხალვაშის 40% არ შედიოდა. ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნოდა რუსთავიორი მთლიანად, მათ შორის ის 60%, რომელსაც ბატონი აქიმიძე და დვალი ფლობდნენ, შესაბამისად დღეს რა გარიგება მიმდინარეობს მოუკლავი ნადილის ტყავზე, მე ეს ვერ გავიგე, უბრალოდ 60% იქით 40 აქით ცოტა მე მგონი არ სწრაფს მოვლენებს და მე მგონი აქამდე ნამდვილად არ მივა ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დვალის და აქიმიძის და ასე ვთქვათ ქიბარ ხალვაშის ერთ სივრცეში განხილვა, ნუ ცოტა უბრალოდ სასაცილოა, იმიტომ რომ თუ ვინმეს უნდა ედავებოდნენ ეს ადამიანები დღეს, სწორედ ქიბარ ხალვაში უნდა ედავებოდნენ, იმიტომ რომ მის საკუთრებაში გადავიდა ეს ქონება ეგრევე, როგორც კი მათი საკუთრებიდან გავიდა და ამავდროულად აქ საუბარი იყო ეროსი კიცმარიშვილზე, რომელმაც მანიპულაციებით როგორც მოვისმინე, ხა მე ნამდვილად არ ყოფილვარ მომსწრე ამ მოვლენების და ეს ჩემ კომპეტენციასაც ხდება და არც მაინტერესებს, ეს და მაინც ეს საკითხი გაკოტრების საქმე წამოიწყო. მე ვფიქრობ, რომ აქ სადაო, ასე ვთქვათ, სუბიექტები ვერ იქნებიან დღევანდელი მფლობელები რუსთავიორის, რომელმაც შეიძინეს ეს საკუთრება უბრალოდ და მისი რუსთავიორის ქონება გაზარდეს რამდენიმეჯერ. სხვა შორის ბატონი აქიმიძის დვალის და კიცმარიშვილის შემდგომ რუსთავიორის ქონება დაახლოებით 5-ჯერ ან 6-ჯერ გაიზარდა, ამიტომ 60%-ის მოთხოვნა იმ რუსთავიორის მფლობელების მხრიდან დღევანდელ რუსთავიორშიც, რომელიც 5-6-ჯერ უფრო დიდია, ასევე ცოტათი ალოგიკურია, მაგრამ ნუ ეს ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილების საქმე დავასრულებ ძალიან მოკლედ. ეროსი კიცმარიშვილს თუ რატო არ თხოვთ თქვენთვის მოყენებული ზიანის ანაზღაურებას მე არ ვიცი და არ მესმის, თუმცა ეს თქვენი საქმეა, მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ეროსი კიცმარიშვილმა ისიც თქვა, რომ თქვენ აიღეთ უკვე ანაზღაურება ერთხელ, ეს ჩემი სიტყვები არა, ეს მისი სიტყვებია და მე ამას არ ვეყნობი, უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ, რომ სამართლებრივად შეიძლება ეს მნიშვნელოვანი გახდეს თქვენთვისაც მათ შორის, რატომ არ ედავებით იმ ადამიანებს, ვინც ზიანი მოგაყენა თქვენ ჩემთვის, ესეც გაუგებარია და როგორც სამართალმცოდნე უბრალოდ შემიძლია როგორც იურისტმა ესეც გითხრათ, რომ რაც არ უნდა დაადასტუროთ თქვენ დღეს, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ზეწოლა ნებისმიერმა პირმა, რომელიც დაობს და სხვა შორის დაობს ასევე ამ მფლობელებამდე მყოფი მფლობელებიც ნიკოლოზიშვილი, ფიქრია ჩიხრაძე და შემდეგ ესაც მსმენია. შეიძლება პასუხისმგებლობის სუბიექტები გახდნენ ის ადამიანები, ვინც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს. თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან. აი თქვენ დასვით კითხვები, რომ არ გამოგივიდეთ მონოლოგი ბატონიკა, აი რაღაც კონკრეტული გამოსავალება აქვს ბატონ დათოს და დაგიბრუნდებით ბატონიკა, დაგიბრუნდებით. კავშირში არ არის ეს თქვენი განცხადებები. არც ეროსისთან დაკავშირებით, არც ფიქრია ჩიხრაძესთან და ასე. საბოლოო ასე ვთქვათ სიტყვას ვიტყვი და მე ბატონო მე მზადავარ რომ იმ ვითარებაშიც თუ დადასტურდება, რომ ვინმე ამ ადამიანებს ქონება წაართვა თავის დროზე. მე არ ვიცი, ახლა ამაზე ექსპერტი არ ვარ და ფაქტები არ ვიცი უბრალოდ და ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს რომ დადასტურდეს, რუსთავიორის დღევანდელი მფლობელები არ არიან ამისთვის პასუხისმგებლები. ამისთვის პასუხისმგებელი არის სახელმწიფო და კი ბატონო, აგოს სახელმწიფომ საკუთარი სახსრებით ამისთვის პასუხი. მე ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, მე ეს არ მაინტერესებს. უბრალოდ ნატურით ანაზღაურება, როდესაც არსებობს კეთილსინდისიერი მფლობელი, არ ხდება, ეს სამართლებრივი ნონსენსია. თუ ადამიანებს უნდათ რომ ქონებრივი რესტიტუცია მოახდინონ თავის უფლებების, ედაონ სახელმწიფოს და მოითხოვონ. კარგი, დროებით უნდა შეგაჩეროთ ბატონიკა, მივცე ბატონ დათოს გამხმაურების საქმეში. მე დავასრულებ. ჩემთვის უფრო სანდო იურისტებისგან ავიღებ ჩემს. კი ბატონო, ეს თქვენი პრობლემაა, მე ჩემი აზრი გამოვიდა. კითხვა, რატომ არ პარტიის თემას მეც კი დასტურებთ აბსოლუტურად. ბატონ დავით, ესეთი კითხვა, რატომ არ ედავებით მათ, ვინც უშუალოდ მოგაყენათ ზიანი? მოდით, მე გავმართე თავში და ეთყობა ცუდად ისმენდა ბატონიკე ამას. მე არ ვედავები არავის, არც ახალ ფლობელს, არც ძველს, არც წამრთმევს, არც ზეწოლის გამხორციებელს. ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი ფაქტზე. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს, ვინ განახორციელა ზეწოლა, ვინ იყიდა პირველად, ვინ გადაყიდა მერე სიმბოლურ ფასად.
კიდე შემდეგ კარუსელი ვინ დაატრიალა და დღევანდელ პრობლემამდე როგორ მივიდა ეს. ამაზეა ლაპარაკი. იმაზე კი არა, მე არავის არ ვედავები ბატონიკა, დამერწმუნეთ. არა, განდიდი ბოდიში რო გეჭერეთ, ესე იგი მე ვერ გავიგე. მე ვერ მივხვდი როგორ ჩანს თქვენი სამართლებრივი დავის მიზანს, იმიტომ რომ თუ თქვენი სამართლებრივი დავამდე არ მისულა საკითხი. გააჩნია რა დასკვნას დადების გამოძიება. რასაც თქვენ ეხლაც ახორციელებთ, მე უბრალოდ ეს როგორ ჩანს ვერ გაგიგეთ, ამიტომ თუ დააზუსტებთ, კარგი. აი დავაზუსტებ. პერსონალურად მადლობას გეტყვით. ანუ თქვენ დააობთ იმიტომ რომ თქვენი შალახული უფლება თუ სისხლის სამართლებრივი წესით ვინმე დაარღვია, ამიტომ პასუხი აგოს ვინმე ადამიანმა. თქვენი ინტერესი არის რუსთავი 2-ის ბატონიკა, სამწუხაროდ ადვოკატი თანამოყავს რომ იურიდიული ტერმინებით გელაპარაკოთ. მე გითხარით, რაზე ვდაო, ჩვენ გვაქვს ფაქტზე შეტანილი. მოხდა ესა და ეს 2004 წლის მაის-ივნისში მოხდა ზეწოლით, იძულებითი ჩვენი საკუთრების, რომელიც 10 წელია ჩვენი იყო და ჩვენი გაკეთებული იყო იმის ჩამორთმევა. ვითხოვთ გამოძიებას, რა მოხდა, რატომ მოხდა და რა მდგომარეობაა. აი ეს არის. ასე კი ბატონიკა, მოკითხები არ არის ახლა ამ წუთში მხოლოდ ბატონ დავით დვალთან არის. ეროსის რაც შეეხება ფაქტს, რასაც იძახით, რომ თურმე ეროსი სადღაც უთქვავს რაღაცა დიდი ბოდიში, ეს ფაქტს ვამბობ, რომ იძახით, ეს ფაქტი არ არის, გესმით? ფაქტი ის არის, რომ რეალურად თუ ვინმე რამე მართლა რა გადაიხადა და როდის და ეროსის რა უნდა მოვთხოვო, ცოტა გაუგებარია, როცა ეროსი თავის წილს განაგებდა და ჩვენ წილს. ერთმანეთში ჩვენ კონტაქტიც კი არ ქონია ამ პერიოდში ისე თქვენ. ბატონიკა, ერთი კითხვა მაქვს ასეთი. კონკრეტული ადამიანი დავით დვალი ამბობს ამ ეთერში, რომ პირველ შეხვედრაზე ის დაიბარეს ვანო მერაბიშვილმა და ზურაბადეიშვილმა და თხოვეს, რომ უპრობლემოდ ზედმეტი ხმაურის გარეშე დაეთმოთ წილი. არის თუ არა ეს თქვენთვის როგორც იურისტისთვის უკვე საინტერესო თემა სულ ცოტა? არა, ეს საინტერესო თემა შესაძლოა იყოს გამოძიებისთვის. მე უბრალოდ ამიტომ ვთხოვე ბატონ დავითს, რომ ჩემთვის გასაგები ყოფილიყო ის თუ რაზე საუბრობენ. აქ არის თემა სამართლებრივი კი ბატონო დავა თუ ეს სიტყვა თუ გვეხამუშება, შეგვიძლია ვთქვათ სამართლებრივი რეაგირების საფუძველი რა არის? პასუხი აგონ კონკრეტულმა პირებმა, თუ კონკრეტული პირები აღდგენ სამართლებრივ საკუთრებით უფლებებში რუსთავიანს. ბატონო, მე მეკითხებით, არა იურისტი ადამიანი. მე როგორ უნდა გაქცეთ მაგაზე პასუხი? გამოძიების საქმე. მე ვითხოვ სამართლიანი ომის აღდგენას. სადამდეც მივა გამოძიება, იქამდე უნდა მივიდეს. ერთ წუთი თუ შეიძლება მეც გიპასუხებთ ახლა. იქამდე უნდა მივიდეს ჩემის აზრით. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ მფლობელს, მაგაზე მე სხვა განსხვავებული აზრი გამაჩნია. იმ სიმბოლურ ფასად გადაყიდული ტელევიზიები ვითომ კეთილსილდისერი მყიდველების. ეს არის გაბერილი ბუშტი, რომელიც გასკდება პირველივე იმაზე. ეტაპზე. ანდო, ის თქვენი აზრია, რომ ის არის კანონიერი მფლობელი და ჩემი აზრი არის სრულიად განსხვავებული. სიმართლეს დაადგენს გამოძიება, მე დაადგენს სასამართლო. ამაზე მე გიპასუხებთ, ბუნებრივია, თავისთავად ხარ. ხო, რა თქმა უნდა, მეც არ გამართობ ამ თემაზე. მე ვენდობი ამ შემთხვევაში გამოძიებას შევიტანე ზუსტად პროკურატურაში, იმიტომ რომ გამოიძიო და გაარკვიო რა ხდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ბატონო, თუ შეიძლება ამ თემას მე მართლა მინდა ერთი კომპლიმენტი გითხრათ, თქვენი დირექტორად მოსვლის შემდეგ გაცილებით უფრო დაბალანსებულია რუსთავი 2, მაგას ლაპარაკი არ უნდა, ეგ ეტყობა რუსთავი 2-ს. უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს. მფლობელი ისევ მიუხედავად იმისა, იქ გვარი რომელი ეწერება, ხო, მფლობელი ისევ არის საქართველოს პრეზიდენტი. რა გარანტია რომ ხვალ თქვენ ისევ დირექტორი იქნები და ყველაფერი ესე კარგად წავა რუსთავი 2-ში? თქვენ შეგიძლიათ მაგ გარანტია მომცეთ? მე შეიძლება რომ გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე. ზანეთ და ფინალისკენ მივდივართ ბატონიკა. პირველი ბატონ დავით, თქვენ როგორ ჩანს ან არ გაქვთ ინფორმაცია, ან უბრალოდ არა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ჩემი შეფასებით არასწორი ინტერპრეტაციას აკეთებთ. ფასთან დაკავშირებით გარიგების ფასი ჩემთვის ცნობილია. მოდით რა, ნუვიდავთ იურიდიული მეს. გაარკვიო საფუძველი. არა, მე არ ვსაუბრობ შევეცდები რომ იურიდიული დეტალებით არ ვისაუბრო. პირდაპირ გეტყვით რომ ეს ფასი ნამდვილად არ არის არარელევანტური, მე ვფიქრობ რომ აბსოლუტურად ადეკვატური ფასია და საქართველოს მე არ ვიცი თქვენ რა ფაზზე ლაპარაკობთ. მოდით რა გამოძიებამ გამოიკვლიოს რა ფაზია ლაპარაკი და რელევანტურია თუ არ არის რელევანტური. ახლა გაზე უნდა ვიგამოთო თქვენთან და ის ფასი რომელსაც არ ვასახელებთ არის რელევანტური თუ არ არის და არანაირი მტკიცება არავის არ გააჩნია რაღაც ლეგენდები დადის თემაზე. რომელიც ფოთეშორის ჩვენ კი არ გვეხება, ეროს კიცვარიშვილს ეხება ის ლეგენდები და თუმცა ბატონიკა აქ ესე დასვა ბატონო დათომ საკითხი რომ თქვენ ხართ სააკაშვილის მფლობელობის ქვეშ არსებული ტელევიზია და სწორედ იმის გამოც რომ თქვენ მაგ დირექტორი ამის გამო არის ხოლმე ამ წუთში ისაუბრა ბატონმა დათომ მითებზე და ასე შემდეგ. ხო, ეს მითოლოგიიდან სააკაშვილის ხალხში ეს ტელევიზია, მე პირადად ამ მითოსის ნაწილი არ ვარ.
არც ამ მითების არ მჯერა, მე მყავს კონკრეტული ადამიანები, ვინც დამნიშნეს და ვისაც ვუყურებ ანგარის ბატონი, კაი, გუშინ თქვენ გაჭირდებოდათ პრეზიდენტის ასეთი დაცვა პრემიერ-მინისტრისგან, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ იქნება ყველაფერი გამჭვირვალედ და ჩაურევლად და პრეზიდენტი ამაზე გაბრაზდა და დაგიცვათ თქვენ და უთხრა ყველას რომ ჩემი შეფასება როგორც ნიკა გვარამიასი თუ გაინტერესებთ როგორც რუსთავიორის გენერალური დირექტორის პირადად ჩემთვის პრემიერის შეფასებაში მიუხედავად იმისა რომ პრემიერი ძალიან ხშირად ესხმის თავს რუსთავიორის ჟურნალისტებს მათ შორის ცოტა უხეშად ნუ ეს მისი არჩევანია მაგრამ არ მგონია რომ სწორი იყოს მიუხედავად იმისა რომ საკუთრებით ასე ვთქვათ დავებთან დაკავშირებითაც არაერთი განცხადება გაკეთებული და ესეც მისი საქმეა მაგრამ ასევე არასწორი მგონია გუშინ მე ვფიქრობ პრემიერის პასუხი იყო საკმარისად მოზომილი იმისთვის რომ ესეთი რეაქცია პრეზიდენტის მხრიდან არ მოყოლოდა დაგაზარალა პრეზიდენტმა და ჩემი აზრი ასეთია არა ვერ დაგვაზარალა არ ვიცი სურვილი ამისი იმედი მაქვს რომ არ ქონდა თუმცა როგორ უნდა დაგვაზარალოს ჩვენ მუშაობთ ისე როგორც ჩვენ იმიჯის თვალსაზრისით მხოლოდ ძალიან კარგი არა რატო დაგვაზარალოთ ჩვენი იმიჯი ამითი არ დაზარალდება ის რომ პრეზიდენტმა დაგიცვათ რაღაცნაირად ასოცირდა იმასთან რომ პრეზიდენტი განსაკუთრებულად ღელავს რუსთავიორზე რომელზეც არის ეჭვი აქ ბატონი დათოც ამბობს რომ არის მისი გავლენების ქვეშ თუ არა ირიბი მფლობელობის ამაზე მე ესეთი აღქმა არ მქონია თუმცა ნამდვილად მეუცნაურა ეს განცხადება იმიტომ რომ მე მაქვს და აქედან გამომდინარე ხმამაღლა ვიცახიდეთ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ამისი მით უმეტეს რომ იმ პროცესში ასე ვთქვათ წარწმევის მონაწილეობდნენ მისი ყველაზე მაღალჩინოსნები და ძალოვანი სტრუქტურები და მათი ხელმძღვანელები. ნუ არ ვიცი თქვენ რატო უნდა გეკამათოთ ამ თემაზე უბრალოდ ვერ ხვდები იმიტომ რომ არანაირი შეხება ამ საკითხთან არ გქონიათ ბატონო დავით და მე სიმართლე ვიცი მე იცის გამოძიება ჩვენებები რომელიც აგროვეს ბატონი და თუ შეიძლება მეც მომისმენთ ანუ იმაზე ლაპარაკი თქვენი პირადი აზრია მე ვლაპარაკობ ფაქტებზე რომელიც მაშინ მოხდა რომელიც მივეცი ჩვენების სახით და გამოძიება ხა იძიებს და კითხავს იმ ხალხს ვინც მონაწილეობდა და შეხება ჰქონდა ამ პროცესებთან და ამ ამბებთან მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე იმეც გამოთქვა რომ გამოძიება დადებს სრულ სურათს რა მოხდა და როგორ მოხდა ამის თქვა მინდა. უბრალოდ დავამატებ იმ ჩემ კომპლიმენტებს ერთ რამეს დავამატებ კიდე რომ გავყოთ იურიდიული ასპექტები. სულ 9 წლის განმავლობაში რომ დემოკრატიული ყოფილიყო და თავისუფალი ტელევიზია ყოფილიყო. იმ ამბავს არაფერი არ ცვლის რომ ძალადობით და იძულების გზით იყო დათმობილი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. ამაზე ლაპარაკია. და იმაზე თქვა ვინ კარგი დირექტორი იქნება, ვინ ცუდი და როგორ პოლიტიკას გაატარებს ამ ეტაპზე რუსთავიორი. ამაზე მაქვს ლაპარაკი. თუ ბატონი კაი ფინანსში ვარ თქვენ გეპრობლემება თქვათ გამოძიების ბოლომდე მიყვანა და თქვათ საკითხის ასე დასმა რომ თავის დროზე რუსთავიორის პატრონებს წაართვეს თავისი ამის პრეზიდენტი ითხოვს რომ შეწყდეს გამოძიება. რას ნიშნავს? იქნებ ვინმე მამიხსნას რომ რატომ უნდა შეწყდეს გამოძიება, როცა დასადგენია რაღაცა ასპექტი. გისმენთ ბატონიკა. ძალიან მოკლედ გეტყვით, შეწყდეს გამოძიება ეს ნამდვილად უცნაური მოთხოვნა თეთრის აბსოლუტურად პრობლემას არ წარმოადგენს ნებისმიერ თემაზე გამოძიება გაგრძელდეს საკუთარი პრობლემები მაქვს ასე ვთქვათ ამ მიმართულებით და იქაც კი ვერ ვხედავ პრობლემას რომ გამოძიებული იყოს მათ შორის ჩემი საქმე რასაც წარმატებით თუ ნაკლებად წარმატებით ახორციელებს დღევანდელი მთავრობა და წარმატებას უსურვებთ მათ ამაში უბრალოდ ვერ უსურვებთ მაგრამ კი ბატონო პროცესი მიმდინარეობს სასამართლოში უკვე რაც შეეხება რუსთავიორის 9 წლიან საქმიანობას ნამდვილად მე ეს როგორც დაქირავებულ მენეჯერს და კომერციულ დირექტორს რუსთავიორისა ეს მე არ მეხება ეს საკითხი ნამდვილად არც მაღელვებს უბრალოდ მე რატიღა იყო საუბარი იმაზე რომ რუსთავიორის სახელით პოზიცია დაამფიქსირებია ამ პოზიციას ვაფიქსირებ პირველ რიგში ჩვენს მიკერძოებულობასთან და ასე ვთქვათ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებასთან დაკავშირებით ეს ერთი და მეორე რაც შეეხება დღევანდელ მფლობელებს უბრალოდ მათ სახელით ძალიან მოკლედ შემიძლია განვაცხადო რომ ისინი არიან კეთილსინდისიერი შემძენები და რა ხდებოდა მათ თქვენი პირადი მოსაზრებაა არა მე ვერ ვიგამათებ ხო გესმით ახლა შეგვიძლია უსასრულოდ თქვათ მე ვიძახო რომ არ არიან კეთილსინდისიერი შემძენები თქვენ იდახოთ რომ არიან კეთილსინდისიერი ეს ზუსტად ამიტომ იურიდიულ ასპექტებზე აქ არ ვლაპარაკობ იმაზე რა ხდება ამ ამბავთან დაკავშირებით. გამოძიებამ დაადგინოს მოდით. პოზიციას და ბატონიკა, თხოვნება გამოძიებას ვაცალოთ რომ დაადგინოს. არიან კეთილსინდისიერი შემძენები თუ არ არიან? ბატონო, ეს ხო სუბიექტურად არ შეიძლება ამის განსაზღვრება. რუსთავიორის შემძენების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი თვლიან შემძენების პოზიცია არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს გამოძიების. შემძენი ყოველთვის იტყვის რომ ის არის სამართლიანი ყიდველი და პატრიოტული ყიდველი. სხვა რაში არ გესაუბრებ. ანუ უსაგნო დავა გვაქვს. ბატონიკა, თუ უბრალოდ ერთ პატარა ფიგურას ნიუანს დავამატებ ძალიან დიდი ბოდიში, რომ თქვენ რამდენიმე დღის წინ გააკეთეთ განცხადება, რომ ნუ ანერვიულებთ თანამშრომლებს თემაზე, რომ ეს რა ქვია, შეიძლება ვწდებით ციტირებაში
მაგრამ გაუთავებელი ცვლილებაზე ლაპარაკი მფლობელობაში და რაღაცა ძალიან ძიმე მდგომარეობაში აგდებს კოლექტივს. ამ პერიოდის ბოლო 9 წლის განმავლობაში 10 ჯერ შეიცვალა მფლობელი. 2012 წელს შეიცვალა მარტო 3 ჯერ მფლობელი. არანაირი პრობლემა და დისკომფორტი არავისთვის არ წარმოუქმნია. ძალიან ვთქვათ, ბუას მოაკეთებთ კოლექტივში ჩემგან. მე მინდა ღია და თამამად უთხრა მაგ კოლექტივს, პროფესიონალ კოლექტივს, რომლის ძირითადი ბირთვი არის ჯერ კიდე იმ დროიდან მოდის და იმაზე დგას დღეს რუსთავის პოპულარობა და პროფესიონალიზმი, როცა ჩვენ ვიყავით სათავეებში ერთად ვაკეთებდით ტელევიზიას. მე მინდა და დავაწყნა რომ ყველა ნებისმიერი ადამიანი რომელიც რუსთავიაში მუშაობს, არანაირი დისკომფორტი თქვენ არ გექნებათ, არანაირი პრობლემა არ გექნებათ. ყველაფერი იქნება კარგად. ჩემი თავარი არანაირი ანგარიშტორებაზე აქ არავისთან არ ელაპარაკი. თავარი მოთხოვნა იქნება პროფესიონალიზმი და დამოუკიდებელი ტელევიზიის კეთება. აი ეს არის. მოკლედ ბატონიკა ვამთავრებ. ბატონინო, რამდენიმე სიტყვით მე ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ვამთავრებ თან მეშინ არ გაგეთიშოთ ტელეფონი, იმიტომ რომ ძალიან მოკლედ. პირველ რიგში არავითარი განცხადება მსგავსი მე არ გამიკეთებია და ნუ გადააფასებ. არა, წავიკითხე თქვენი განცხადება სადღაც. შეიძლება ზუსტად ვერ ვციტირებ, მაგრამ შინაარსობრივად ეგრეა. არასდროს მსგავსი რამე არ მithქვამს და ამას თქვენ ვერ წაიკითხავდით. კარგით, მოგეკავ Facebook-ში და პოზია. თქვენთან დაკავშირებით რუსთავიაში საუბარი საერთოდ არ მიდის, ეს თემა ჩვენ არ გვაღელვებს ამ წუთში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ნუ ერთ თქვენ გაქვთ ეს ინფორმაცია. პირველი, მეორე მე მარტივად იმიტომ ამბობ რუსთავის მფლობელების სახელით, უბრალოდ ეს უნდა განვაცხადო, იმიტომ რომ ამ არხის წარმომადგენელი ვარ და ბუნებრივია უნდა გავახმოვანო მისი მფლობელების პოზიცია, ისინი თვლიან რომ ისინი არიან კანონიერი მფლობელები და რაც არ უნდა დადასტურდეს წინა 9 წელთან დაკავშირებით. ასუბისმგებლობას აქედან გამომდინარე იხსნიან და მოთხოვნა. ბატონიკა, 10 ჯერ თუ ვიტყვით რომ კანონიერი მფლობელება თვლიან დღევანდელი მფლობელები თავს ამით არ შეიძლება. თუ არ დამასრულებია, იქნებ რა. სამართლებრივ დავას და მიმდინარე გამოძიებას რუსთავი არის უფლებამოსილი და ძალიან უცნაურიც იქნებოდა რომ რაიმე ფორმით ცდილობდეს სამართლებრივ დავებში ან გამოძიებაში ჩარევას. გამოძიება მიმდინარეობს, ეს არც ჩვენზე, არც მათ პრეზიდენტზე და არც პრემიერზე არ არის დამოკიდებული შეწყდება თუ არა გამოძიება ყოველ შემთხვევაში კანონმდებლობით ეს ნამდვილად ასეა და მე ვიმედოვნებ რომ გამოძიება ჩატარდება ისე როგორც უნდა ჩატარდეს, ანუ კანონმდებლობის შესაბამისობით. როგორი პასუხისმგებლობა დადგება, ეს ნამდვილად არ წარმოადგენს რუსთავის ინტერესს და არც კომპეტენციას. მადლობა ნიკა გვარამიას, რუსთავის გენერალურ დირექტორს, რომელიც ჩაგვერთო სატელეფონო ხაზით. ბატონ დავით, ფინალში ვართ ჩვენ უკვე. მაინც თქვენ კი ამბობთ რომ ბუნებრივია ყველაფერი იმაზე დამოკიდებული გამოძიება როგორ წარიმართება, მაგრამ ამოცანა თქვენი არის უკან დაბრუნება იმ ქონების რომელიც დაკარგეთ. თქვენ გინდათ რუსთავში შესვლა. ერთი რომ მინდა დაბრუნება, მინდა, იმიტომ რომ ეს ბოლო 9 წელი ჩემთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იყო. ის უსამართლობის განცდა, რომელიც დამეუფლა ამის შემდეგ, არ ვიცი, მე მინდა დავამატო, რომ ის ჯორჯი ონლაინი, რომელიც მეორე ბიზნესი დაგვრჩა და მიუხედავად იმისა, რომ სრულ აღმავლობაზე იყო, ისიც და არაფერი არ ემუქრებოდა არც იმას, იქიდანაც გადავწყვიტეთ გასვლა და ფაქტიურად მოგითხრათ რაღაც ენთუზიაზმ დაკარგულებივით ვართ რა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რა პირველ რიგში, აი ხა მინდა რომ ამაზე უფრო ორი სიტყვით თქვა დამატებით, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ის დასახული მიზნები და ამოცანები, რაზეც მაშინ მოცნებობდით, რომ გარდაგვექმნა და დაგვემსგავსებინა ნამდვილ თავისუფალ ტელევიზიას, ის მოახერხოთ ეს ტრანსფორმაცია, ეხლა მაინც და ეხლა მივიყვანოთ ამ კონდიციამდე. ორი სიტყვით შემიძლია თუ მაგის დრო მაგისი რომ გავშალო ეს თემა, მინდა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს დამოუკიდებელი თავისუფალი ტელევიზიები ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყოს მათ შორის კონკურენცია. ერთია ოღონდ რომ ჩემზე კარგად ეგ არავინ არ იცის დაშვებული შეცდომა რომელზეც პედალირებდა ბატონიკა გაუთავებლად რომ ძირითადი შეცდომა თურმე რევოლუციამდე მოხდა არ მოხდა ეგრე მაშინ მოხდა სამწუხაროდ უნებლიეთ ის რომ მთავრობამ ფაქტიურად ჩაგვაცურა და მხარე გავხადა მხარე იმ გაგებით არა როგორითაც იყო ეხლა უბრალოდ ბოიკოტი გამოგვიცხადა ჩვენ და ტელევიზიაში არ მოდიოდნენ აი სტუმრად თქვენ მსგავს გადაცემებში სამთავრობო პოლიტიკოსები და მოდიოდნენ ოპოზიციონერები. ხავს უსო სრული სპექტრი
ოპოზიციური იმების და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნებები, რაზეც არ ვიცი რა, ვის გულისხმობს, იყო ლაპარაკი ამ შემთხვევაში. რუსთაველი იყო მხარდამჭერი მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიას, ნინო ბურჯენს მიერ ორგანიზებული რევოლუციის. ეს უკვე არჩევნების შემდეგ, ხო, აი ხო გეუბნებით, მოდით ასე ვთქვათ, რომ არანაირი შეთანხმება, მე თავს დავდებ მაგაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, ეროსიზე ლაპარაკობენ როგორც ოდიოზურზე და ცალკე მდგომზე და რაღაცაზე. არანაირი გარიგება, არანაირი შეთანხმება, არაფერი მსგავსი ამ შემთხვევაში არ ყოფილა. თანამოაზრეობა უფრო იყო, იმიტომ რომ გარიყულების, იქაც უსამართლოდ დაჩაგრულების, რომელსაც არჩევნები წაართვეს და ხმები გაუყალბეს საბოლოო ჯამში და ჩვენც ასე ვთქვათ, იმითი აქ იყო ლაპარაკი იმაზე, მე აი შეგიძლიათ კითხოთ იმ ყოფილ ჟურნალისტებს, არასდროს ჩვენ არანაირი დირექტივა თემაზე არ მიგვიწია, რომ ეხლა იმას დაარტყიან რაღაცა ქეინ და რაღაცა. ის სულიდან მოდიოდა და გულიდან. აბსოლუტურად. უბრალოდ მცდარი. ხო, ამის თქმა მინდა, უბრალოდ მცდარი. ეს შეცდომა აღარ უნდა გამეორდეს, იმიტომ რომ ამ პირველი შეცდომიდან გადავედით მეორეში, მეორე უკიდურესობაში, როცა პირდაპირ ხელისუფლება მაიღო იარაღად და აი ამ იარაღის დახმარებით და მე სხვა ტელევიზიებიც კონტროლი დაამყარა და ამ იარაღის დახმარებით რეები ჩაიდინა და სამამდეთ მიმედით ვნახეთ. ამიტომ მე მგონია, რომ ეს მომავლის ამოცანა მე მაქვს მართლა სურვილი, რომ ვიბრძოლო ბოლომდე. რა თქმა უნდა, ეს ჩემი პირადი აზრებია და როგორც ბატონი ნიკა თulis რომ არ არის ეგრე მე ვთვლი რომ მე უსამართლოდ წამართვეს და სამართლიანი იქნება მე თუ დავიბრუნებ ტელევიზიას მე მინდა რომ ეს ოცნებები რაღაცნაირად ავიხდინოთ და ჩამოვაყალიბოთ თავისუფალი დამოუკიდებელი ტელეკომპანია რომელიც ხაზგაუსავ არ მიიყვანს ქვეყანას კოლაფსამდე, არ დაუპირისპირდება ხელისუფლებას, ან არ გახდება მისი იარაღი და აგენტი. ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კეთილინება იყოს ხელისუფლების მხრიდანაც და ტელევიზიიდანაც, რომ ერთ სამართლებრივ ველში ითამაშონ და იყოს მუდმივი სტაბილური სიტუაცია, რომ მივიდეთ იმ ქვეყნების დონემდე, სადაც სახელმწიფო ეგუება დამოუკიდებელი და მისგან არაკონტროლებადი აზრის არსებობას და ეს დამოუკიდებელი აზრი არ მუშაობს იმაზე, რომ ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოს და რომელიმე მხარის პოლიტიკური ინტერესის გამტარებელი იყოს. აი ეს არის ჩემი ოცნება, ასე ვთქვათ. ალბათ დავით დვალს, რუსთაველის დამფუძნებელს, რომელიც როგორც ჩანს იბრძოლებს